Я уже сказал, что я люблю этот алгоритм. Он очень простой и красивый, поэтому мы пойдем ровно по нему. მე როგორც უკვე თქვი, ძალიან მიყვარს ეს ალგორითმი და ამიტომ ძალიან ლამაზი და ადვილი, ამიტომ მას გავყვებით ეტაპობრივად. Итак, представляем ситуацию. Вы идете по улице, в кустах лежит мужик, подозрительный и не движется. Ваши действия. წარმოიდგინეთ სიტუაცია, მიდიხართ ქუჩაში, ბუჩქებში აგდია საეჭვო კაცი. არ მოძრაობს. თქვენი რეაქცია? Как вариант. Если вы не медицинский работник, не знаю, как в Грузии, вы имеете право перейти на другую улицу. როგორც Попробовать окликнуть. Так. ეხლა ყველა გამოთქვეს სხვადასხვა ვარაუდი. ერთი взаимодействие, насколько он реагирует на твои попытки с ним взаимодействовать. Так, აკლიკნოს с деликат. медицинским образованием человек там сидит. სხვადასხვა ვარაუდი გამოითქვა, რამოდენიმე ხუმრობით ნათქვამი, მაგალითად, რომ სპონტანურად გადავალო. Все, что сейчас прозвучало, было правильно. Есть последовательность. Первое, это, естественно, определите, есть ли потенциальная угроза для вас. პირველი, ყველა ვარაუდი, რაც გამოითქვა, იყო მართებული, იმიტომ რომ თუ გადახვალ სხვა მხარეს, ესეც მისაღებია კანონმდებლობით საქართველოში, ვინაიდან ექიმები არ ხარ და არ ხარ ვალდებული გაუწიოთ დახმარება. Если мы говорим про мужика в кустах, то მაგრამ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ გარშემო არ არის თქვენთვის სახიფათო სიტუაცია, მდგომარეობა, მაგალითად, სადენები, რომელიც დენს იტყმევა, რაიმე ოქსიგენები, რამე დაშხამები ასე შემდეგ. Продолжай. оголенные провода, это маловероятно в контексте, в котором я придумал, но тем не менее ситуация может быть разной. Например, это может быть авария, и машина, которая стукнулась в здание, уже начинает гореть. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ავარია და ან გარშემო რამე იწვის. Это может быть потенциально опасно, будет не один труп, а два. ეს შეიძლება იყოს პოტენციურად საშიში, ამიტომ იქნება არა ერთი გვამი, არამედ ორი. Поэтому, да, первое – это оценить, безопасно ли отказывать помощь. ამიტომ პირველ ригში უნდა შეაფასოთ, უსაფრთხოა თუ არა დახმარების გაწევა. Далее мы оцениваем, есть ли сознание. შემდგომ ჩვენ ვამოწმებთ, არის თუ არა ადამიანი გონზე. Как мы это делаем? როგორ ვაკეთებთ ამას? აბა ვარაუდები? ქართველენოვანების გაველოდები პასუხს. Ну, надо его позвать. Покликать можно. Я сейчас обращусь к грузиноязычным. თქვენი აზრით, როცა всё, არ არის თქვენთვის სახიფათო სიტუაცია გარშემო. რას მოიმოქმედებთ პირველ რიგში ამ ადამიანის მიმართ? მე პირველი ვახსენე, რომ შეამოწმო გონებაზე არის თუ არა. როგორ ამოწმებ, არის ადამიანი გონებაზე თუ არა, ყველაზე ელემენტარული. აცალეთ სანდროს. დაუძახებ, კი ბატონო. Всё, можно продолжать. Какие были предположения? Позвать. Пришли к тому, чтобы позвать, а не трогать сразу и трясти. Да, все верно. Мы должны оценить сознание путем аккуратного подзыва, может быть, потрясти за плечи, понять, есть ли сознание. И სწორად იმას აქეთ პირველ რიგში დაძახებით, შემოწმებით, რამდენად რეაგირებს, მერე უკვე ოდნავ შენჟღვარი და ამ შემდეგ. И далее уже оценивать, есть ли дыхание. და უკვე შემდგომ ვაფასებთ, არის თუ არა სუნთქვა. А почему не сначала дыхание? Это может быть технически сложно. Вы можете находиться далеко, может быть много одежды, может быть сложно оценить дыхание издалека. რატომ ვამოწმებთ მეორე რიგად სუნთქვას? შეიძლება იყოს შორს, შეიძლება ბევრი ტასაცმელი ეცოს, ან ისეთი ტასაცმელი, რომელთაც არ ჩანს სუნთქვითი მოძრაობა. Итак, мы переходим к нашим первым 3 шагам. Как мы оцениваем дыхание? Для этого мне нужна Софья. როგორ ვამოწმებთ სუნთქვას? Опять. И сразу ситуация разыгралась. როგორ ვამოწმებთ? კარგად დააკვირდით ახლა, ვისაც ვერ ხედავთ, უკიდათ წამოდექით. Мы видим мужика в кустах. ხედავთ მამაკაცს ბუჩქებში. Потрясивый.
изначально оцениваем реакцию. თავდაპირველად ვუყურებთ რეაქციას. Сознание или нет. არის თუ არა გონებაზე. Как ты себя რაც чувствуешь? გაჭირვა, როგორ გძნობ? Привет, привет. Привет, Сказал, გამარჯობა, ადამიანო. Сознания нет. გონება არ არის. Далее, как мы оцениваем дыхание? როგორ ვამოწმოთ სუნთქვას? Есть некое правило. არის ესეთი Мы ტექსტი, используем все наши органы чувств для оценки дыхания. ჩვენ ვიყენებთ ყველა ჩვენ გრძნობით ორგანოს, რომ შევამოწმოთ არის თუ არა სუნთქვა. У людей есть один нюанс, который отличается от ветеринарии, и он супер важен. ადამიანებს აქვთ ერთი ნიუანსი, რომელიც განსხვავდება ვეტერინარისგან და ის საკმაოდ მნიშვნელოვანია. Этот нюанс заключается в языке. ეს ნიუანსი მდგომარეობს ენაში. Когда человек без сознания, у него снижается тонус практически всех мышц в теле. И из-за этого происходит такой неприятный момент, что язык, одна из очень больших мышц во рту, западает. ადამიანს აქვს ესეთი ისე, რომ როცა არ არის გონებაზე, მისი სხეული დუნდება, მათ შორის პირის ზღვის ყველაზე დიდი კუნთი ენა და შეიძლება გადასცეს. Поэтому человек, способный дышать, но находящийся без сознания, может не делать это, потому что язык запал. ამიტომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია სუნთქვა, მაგრამ არ არის გონებაზე, შეიძლება ვერ ისუნთქოს იმის გამო, რომ ენა გადაცნა. Поэтому что мы делаем? ამიტომ რას Этот ვაკეთებ? прием проводится Эксперт. всем людям без сознания. უტარდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც არის უგონოდ. Голова располагается вперед, и челюсть немного на себя. თავი წინ და ყბა ცოტა თქვენსკენ. Я вам покажу анатомичное видео, как это выглядит внутри человека. მე განახებთ ანატომიურ ვიდეოს, თუ ნელ-ნელ როგორ как გამოიყურება ეს იზრდება. მდგომარეობა ორგანიზმის შიგნით, ანუ ანატომიურად და რა მდგომარეობაში ამ დროს ენა. Теперь вы дали возможность человеку без сознания дышать, и вам нужно понять, а делает ли он это. ახლა თქვენ მიეცით ადამიანს იმის საშუალება, რომ ისუნთქოს. და ეხლა უნდა შევამოწმოთ, შეუძლია თუ არა სუნთქვა. Используем все свои чувства. გამოიყენოთ ყველა ჩვენი გრძნობა. Прикладываем ухо к рту, მივიტანთ ყურს პირთან, смотрим на грудную клетку. В этот უყურავთ момент. Таким образом. გუმკერტს, Слушаем и чувствуем, есть ли тепло на щеке. ვუსმენთ და გრძნობთ არის თუ არა სუნთქვა და სითბო ლოყაზე. Дышит. სუნთქვას. Притворщица. Что мы делаем, если не дышит? რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ არ სუნთქავს? И как вы думаете, сколько времени у нас есть, чтобы это оценить? და თქვენი აზრით რამდენი дро გვაქვს იმისთვის რომ ეს შევაფასოთ სუნთქავს თუ არა? ძალიან გთხოვთ ბავშვებო ჩაერთეთ და იაქტიურეთ. Ну да, в какой-то из этих моментов мы должны были вызвать скорую. Яна молодец. Понятно. Но я думаю, что когда мы поняли, что он не дышит, явно должны. Ну, мы сейчас только что это поняли. Надо вызвать скорую первым делом. Мгм. Сколько у нас есть времени, чтобы оценить? Вот вы такие вот сидите, ждете, Ага. ждете. Можно минуту ждать, можно 2 რამდენი минуты ждать. დრო შეგვიძლია Ждать. გვაქვს ამისთვის რომ გავარკვიოთ სუნთქავს თუ არა? Мне тоже кажется, что до минуты. 15-30 секунд. Чего предлагал 5-6 секунд? ეს მტერი თუ გიწევს მაგ შემთხვევაში ხო 5-6 წუთი ელოდები სუნთქავს თუ არა? Когда мы оцениваем дыхание, у нас есть 10-15 секунд. იმისთვის რომ შევაფასოთ სუნთქავს თუ არა ადამიანი გვაქვს 10-15 წამი. 10 Вдох увидеть или выдох. Да. Помимо того, по современным рекомендациям у людей не только отсутствие дыхания является показанием для оказания помощи и реанимации. თანამედროვე რეანიმაციის სტანდარტების მიხედვით სუნთქვის არარსებობა არ არის მიზეზი, ეს არაა მხოლოდ მიზეზი, რომ ჩავატაროთ რეანიმაცია. Также редкое, странное, глубокое или очень поверхностное дыхание ასევე тоже повод. ასევე იშვიათი ზედაპირული უცნაური სუნთქვა ასევე შეიძლება იყოს რეანიმაციის მაჩვენებელი. Я сбился с мысли. Если человек дышит, я расскажу алгоритм позже. Сейчас у нас худший вариант, если не дышит. Верно? Мы должны позвать скорую. Вы лежите. ეხა მოგიყვებით რა უნდა გავაკეთოთ ახლა კონკრეტულად მოგიყვებით თუ რა უნდა გავაკეთოთ, როცა სუნთქვა არ გვაქვს, მაგრამ ასევე
დღეს ჩვენ შევეხებით თუ არის უცნაური სუნთქვა არასტანდარტული. Да, начинаешь? Ну, პირველ რიგში, როცა გავარკვევით, რომ სუნთქვა Антон, არ можешь пока არის, встать? ვიზახებთ სასწრაფოს. Я вам обещал показать видео по поводу языка. შეგპირდით, რომ განახებთ ვიდეოს ენის შესახებ. Мгм. Look at it. აი, როგორ ხდება სუნთქვა? is the passageway between the lungs. The airway must be open so air can relieve secretion. Blockage of the airway is most common У животных такой фигни нету. when a victim is unresponsive. Tilting the head, lifting the chin will pull the tongue away from the back of the throat and open the airway. Don't press too hard on the soft area. ამ თოჯინაზე მთელი ისტორია მაქვს, ერთხელ განახებთ. Also, ნამდვილი ადამიანის სახეა. completely closed. И второе видео покажу вам я- пример Მეორე актера, ვიდეოში- который прекрасно играет агональное дыхание. მეორეს განახებთ ვიდეოს, რომელიც მსახიობს, რომელიც კარგად თამაშობს. Гляньте, как он хорош. შეხედა კარგად თამაშობს. И после этого обратите внимание, как он дышит. Это Да. показание к Да. реанимации. Нестандартное прерывистое дыхание. Поверхность. Это так называемое агональное дыхание. Оно уже является предсмертным. ეს აი ესეთი სუნთქვა არის სიკვდილის მომასწავლებელი სუნთქვა. Он не умирает? Ну, он играет. Он умирает. Люди, когда находятся вне сознания, Не обязательно. По-разному. Хм. Иногда очень даже выключен. Все верно. Если мы видим, что человек без сознания, он не дышит или дышит прерывисто агонально, первое, что мы должны сделать, вызвать скорую. მოგეთ თუ ხედავთ რომ ადამიანი არ კიდევ ერთხელ მიმეფ არ სუნთქავს, ან სუნთქავს წყვეტილად, ზედაპირულად, არანორმალურად მაგ შემთხვევაში ვიძახებთ სასწრაფოს. Если мы находимся в общественном месте, то мы должны передать эту информацию другому человеку. თუ ვიმყოფებით საზოგადოებრივ ადგილას, ეს ინფორმაცია უნდა გადავცეთ სხვა ადამიანს. И есть важный момент, когда мы находимся в стрессовой ситуации, в общественном месте. Очень важно давать команды другим людям уверенно и персонализированно. ასევე როცა ვიმყოფებით სტრესის მდგომარეობაში, გვაქვს სტრესული სიტუაცია და ვიმყოფებით საზოგადოებრივ ადგილას, კაფიო ხმამაღალი ხმით უნდა გავცეთ დაჯერებული განკარგულებები სხვა ადამიანების, მაგალითად, ეს მომაწოდეთ, ეს გააკეთე, ხოდეთ იყოს კაფიოთ და მითითებით, ვის ეუბნები. Люди в стрессовой ситуации быстро теряются, не могут сами себя найти, некоторые начинают делать какую-то фигню. Если вы обученный человек, вы лидер в этой ситуации, вы должны брать ответственность на себя. ადამიანების სტრესულ მდგომარეობაში იკარგებიან, იბნევიან, ამიტომ აუცილებელია ზუსტი მითითებების გაკეთება. თქვენ უნდა აიღოთ, თუ თქვენ მომზადებული ადამიანი ხართ, უნდა აიღოთ ლიდერობა თქვენზე. Как это может выглядеть? Ты с собакой! Звони в скорую! როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს? ახლა მიქაელმა ხმამაღლა მიუთითა დაუძახა ზაზას, შენ ზაღლიანო, გამოიძახე სასწრაფო. Давать четкие указания, ზუსტი указывая на человека, ჩვენებით ადამიანს подтверждая свои слова, დადასტურებ. что они направлены к нему. რომ ანუ შენ მიუთითებ ადამიანზე ხმამაღლა ეუბნები და თან ადასტურებ, რომ კი შენ გეუბნები. Если вы в общественном месте, то у вас есть возможность не терять время, направить команду другому человеку, оказывать помощь сразу. საზოგადოებრივ ადგილას თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ განაწილოთ ფუნქციები სხვა ადამიანს გადასცეთ, თქვენ ამასობაში დაკავდეთ პირველადი დახმარების გაწევით, რეანიმაციით. В крупных городах, опять же, в общественных местах, в каких-то современных центрах есть дефибрилляторы. მსხვილ ქალაქებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, როგორც წესი,
არსებობს дефибрилляторები. Большинство внезапных смертей взрослых людей связаны с кардиологическими заболеваниями. უმეტესი სიკვდილიანობას დასრული ჯანმრთელი ადამიანებისა უმეტესწილად დაკავშირებულია კარდიოლოგიურ პრობლემებთან. Поэтому современное общество старается обеспечить все общественные места дефибрилляторами. ამიტომ თანამედროვე საზოგადოება ცდილობს ან უნდა ცდილობდეს ყველა საზოგადოებრივ ადგილში იყო დეფიბრილляტორი. Если вы находитесь, например, в метро, მაგალითად, თქვენ ყოფებით მეტროში. то вы можете сказать человеку, чтобы он обратился в пункт первой помощи или к милиции и попросил не только вызвать скорую, но и принести дефибриллятор. საზოგადოებრივ ადგილს, მაგალითად მეტროში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანს და სთხოვოთ და უთხრათ უფრო სწორად, უბრძანოთ, რომ პირველად დახმარების ოთახში მივიდეს, მოითხოვოს სასწრაფოს გამოძახება და დეფიბრილляტორი ან პოლიციას მიმართოთ, ან ვინმე თანამშრომელს, ვინც იცის სად რადებს. Если говорить про более современные города, я был на конференции реанимации пару лет назад, и во Франции, например, есть такой алгоритм, что если вы находитесь в лесу, в недоступном для общественности месте, куда тяжело добраться скорой, то вам сотрудники скорой помощи, сотрудники 112 на дроне присылают дефибриллятор. ოჰო. მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ იყო მიხაელი საფრანგეთში, ის თუ ადამიანი იმყოფება, მაგალითად, ტყეში ან სადმე, როდესაც ის რეკავს 112-ის ნომერზე, სპეციალური თანამშრომლები დრონით უგზავნიან იმ ადგილას დეფიბრილляторს. Поэтому будьте уверены в своих суждениях. Надо, чтобы вам принесли дефибриллятор, если в общественном месте. ამიტომ იყავი დარწმუნებული თქვენს მსჯელობაში, რომ როცა ხართ საზოგადოებრივ ადგილას, მოითხოვეთ დეფიბრილляტორი. Дальше. Вы позвали на помощь. Помощь к вам уже идет. Вы уже открыли дыхательные пути, проверили, что человек не дышит. Начинаем компрессию сердца. გამოიძახეთ უკვე დახმარებას მიმართეთ, Да. გაწიეთ თავის სწორ პოზიციაში მოათავსეთ და იწყებთ კომპრესიას, მოქმედებას, რეანიმაციას. Мэй задала хороший вопрос по поводу прерывистого дыхания, который может быть неправильно понят, и может быть ощущение, что его не надо реанимировать, не надо делать компрессию. მე იმ დასვა კაი კითხვა წყვეტილი სუნთქვის შესახებ, რომ მაგან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ადამიანის სუნთქას და არ ჭირდება რეანიმაცია. Не бойтесь. Компрессия. Если человек на самом деле умирает, то чем раньше вы начнете качать сердце, то есть двигать кровь по его организме, тем больше шансов его спасти. ნუ გეშინიათ, იწყებთ რეანიმაციას, რაც უფრო მალე დაიწყებთ გულის მუშაობას, მით უკეთესი, რადგან რა თქმა უნდა, შესაბამისად ხდება სისხლის ორგანიზმში მიმოსვლა, მით უკეთესი არის. Если делать компрессию здоровому человеку с здоровым сердцем, это никак не навредит ему. თუ ჯანმრთელ ადამიანს ჯანმრთელი გულით უწყებთ კომპრესიის გაკეთებას, მას ვერ დააზიანებთ. Если вы не уверены по поводу дыхания и начали компрессии, если человек может проснуться, он точно проснется, когда начнете делать компрессию. არ ხარ დარწმუნებული სუნთქვის დროს და დაიწყეთ კომპრესია. თუ ადამიანი იყო უგონოდ და შეიძლება მოვიდეს გონზე, ის მოვა გონზე. Поэтому начать лучше, чем не делать. ამიტომ ჯობია დაიწყოთ, ვიდრე არაფერი არ გააკეთოთ. Помните, какой цикл компрессии? Как часто? Какие перерывы? გახსოვთ რა სიხშირით რა კომპლექსები კეთდება, როდის ვისვენებთ, როდის არის პაუზები? 2 минуты оцениваем. Нет. Какие еще варианты? Мне кажется, делать 30 компрессий, 2 вдоха. Сандро сказал 30 компрессий, 2 вдоха. Угу. Если не делать вдох, то насколько это улучшает шанс? Я расскажу вам. Соня? Как собака, блин. Я хотел подстелить под себя. Мужик в кустах, не дышит, и дышит очень стрёмно. Положение, в котором он сможет дышать. Прямо перед вами женщина с коляской уже вызвала скорую. თავი გაასწორეთ, თქვენ წინ ადამიანი ეტლით უკვე გამოიძახა სასწრაფო.
начинаете компрессию. იწყებ კომპრესიას. Компрессии делаются კომპრესია კეთდება 100-120 минут. მინუტ. 100-120 движений в минуту. კომპრესია კეთდება 100-120 დაჭერა წუთში. Но это скорость. მაგრამ ეს არის სიჩქარე. Если говорить про вдохи თუ и про ლაპარაკობ компрессии, ჩასუთქვაზე და კომპრესიაზე, то 30 к 2. 30-2-თან. Вы можете не делать вдох, я про это вам расскажу чуть позже. თქვენ შეიძლება ჩასუთქვა არ გაკეთოთ, ამის შესახებ მოგიყვებით შემდგომ. По поводу места. ადგილის შესახებ. У нас есть грудная клетка, А где дальше? вот такой треугольничек. გვაქვს გულმკერდის არის, სადაც არის ესეთი სამკუთხედი. Прямо в этом треугольничке находится мечевидный отросток. პირდაპირ ამ ნაწილში არის ხმელისებრივი გამონაზარდე. Вы от него отступаете მას შორდებით ოდნავ, буквально на 2 пальца. ასე რაღაც ორი თითით И здесь начинаете проводить და компрессию. აქ იწყებ კომპრესიის гакეთებას. Соня, можешь повернуться боком? Как правильно проводить компрессию? როგორ ჩავატაროთ სწორად კომპრესია? Во-первых, руки. პირველ რიგში ხელები. Вот так. Замок. აი ეს ხელები. Замок, не знаю, как на грузинском. То есть перекрестные пальцы Капкеты? через другую руку. ანუ გადააჯვარედინებთ ერთი ხელის თითებს მეორე ხელზე. Не сгибать никогда лук. არასდროს არ მოხაროთ თქვენი იდაყვები. Направляйтесь буквально перпендикулярно к грудине ანუ მხოლოდ პერპენდიკულარულად კერდის მიმართ იწყებთ მოძრაობას. и нажимаете на 5 сантиметров или примерно 25% от грудной клетки. ანუ აჭერთ 5 სანტიმეტრით გულმკერდისას, ან დაახლოებით 25%-ისას. ანუ უნდა ჩაიწიოს გულმკერდი 25% ან 5 სანტიმეტრი. Как это происходит? Როგორც Я постараюсь не сильно нажимать. ვცდილობ ძლიერად არ დავაჭირო. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30. 30-ს компрессий. დაითვალა. По поводу скорости мы с вами потренируемся даже სიჩქარეზე лучше. ჩვენ ვივარჯიშებთ ცოტა მოგვიანებით. Далее у вас есть два варианта. შემდგომ გვაქვს ორი ვარიანტი. Вы можете проводить искусственное дыхание, შეგიძლიათ можете не проводить. ჩაატაროთ ხელოვნური სუნთქვა, შეგიძლიათ არ ჩაატაროთ ხელოვნური სუნთქვა. Если вы проводите искусственное თუ თქვენ дыхание, ატარებთ ხელოვნურ სუნთქვას, то положение головы такое же, в Თავი- котором мы сможем сделать вдох. მაგ თავის მდგომარეობა იგივეა, როგორც შეგვიძლია ჩასვლა გაკეთება. Далее закрываем нос, ვუჭერთ иначе весь воздух, который мы вдохнем, выйдет через... წინაღრე შეთავაში, ჰაი, რომელსაც ჩავისვათ პირში, გამოვა წხვიდან. Открываем рот ვაღებთ პირს и делаем глубокий вдох. და ვაკეთებთ ღრმად ჩასუნთქვას. Когда вы делаете вдох, вы смотрите на грудную клетку, она должна подняться. როდესაც თქვენ აკეთებთ ჩასუნთქვას, უყურეთ გულმკერდს, ის უნდა ამოიწიოს. Итак, 2 раза. და ასე ორჯერ. Грудная клетка должна подняться. გულმკერდი Списка. გულმკერდმა უნდა აიწიოს და Еще ჩამოიწიოს. один вдох, Идея подняться, сейчас, ну, опуститься. ამოიწიოს, ჩაიწიოს. Если вы сделали вдох, и вы не видите поднятия грудной თქვენ клетки, ჩაისუნთქეთ და ვერ დაინახეთ, რომ გულმკერდი აიწია, если вам кажется, что вы что-то делаете неправильно, თუ გეჩვენებათ რაღაც საკეთებთ არასწორად, у вас есть только 10 секунд максимум на 2 вдоха. გაქვთ მხოლოდ 10 წამი მაქსიმუმ ორ ჩასუნთქვაზე, Продолжайте компрессию. განაგრძეთ კომპრესია. Даже если оба вдоха не получились, возвращайтесь, იმ продолжайте შემთხვევაში компрессию. კი თუ ორივე ჩასუნთქვა არ გამოგივიდეთ, დაუბრუნდით კომპრესიას. Еще раз. Компрессия. Замок კომპრესია, над мечевидным отростком. ჩაკეტილი ხელები, 5 сантиметров в грудь გამოზარდთან, или 20%-თან 25% ორი თითით 25 სანტიმეტრი. со скоростью 100-120. Мы с вами სიჩქარე 100-120 წუთში. 30 კომპრესია. к 2. 30 Ваши основные ჩასუნთქვა. усилия будут происходить поясницей и животом. თქვენ Не надо ერთად делать вот так. ისინი მოქმედებები მოხდება. Не надо делать და вот так. მუცლის კუნთებით. პრესით. Все делается вашим телом, Ага, силой вашего перекидываю. тела. თქვენი სხეულის ძალით. Лежи. По поводу ситуации, когда мы можем не делать вдох.
განვიხოთ ის სიტუაციები, როცა სუნთქვა შეგვიძლია არ ჩავატაროთ. Мгм. Мы можем не делать искусственное дыхание. ჩვენ შეგვიძლია არ გავაკეთოთ ხელოვნური სუნთქვა, Если თუ вы не уверены в არ ხართ себе, დარწმუნებული если საკუთარ вы თავში, не хотите, თუ თქვენ არ გინდათ, если вы боитесь, что можете контактировать с рвотными массами или наркотическими веществами. თუ თქვენ გეშინიათ, როგორ იქნებათ კონტაქტი ნარწყევთან ან ნარკოლოგიურ ნივთიერებებთან. В таком случае вы продолжаете компрессии, пока не придет помощь. ამ შემთხვევაში თქვენ აგრძელებთ კომპრესიებს, სანამ არ მოვა სასწრაფო დახმარება. Или пока не будет очевидных признаков возвращения жизни. ან სანამ არ იქნება აშკარა ნიშნები იმისა, რომ სუნთქვა აღდგენილია. По поводу техники. ტექნიკის შესახებ. Видосик. Давайте, видео. Очень красивый дядя, мне нравится. На всех руководствах говорят про 5 сантиметров. Но лично мне непонятно, сколько это. ლაპარაკობენ 5 სანტიმეტრს, მაგრამ პირადად ჩემთვის რომ გაუგებარია რამდენია ეს. Я брал линейку, смотрел, но я уже забыл. მე ავიღე სახაზავიო თავის დროზეო, გავზომეო და უკვე დამავიწყდაო. Поэтому 25% возможно вам будет проще понять. ამიტომ 25% ალბათ თქვენს უფრო გასაგები იქნება. Есть исследования, где если вы нажмете глубже, არის კვლევები, сравнивали, или вы не дожмете, какой будет эффект. არის Если не дожмете, хуже. არის კვლევები, სადაც ნაჩვენებია თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად დააწექეთ და ნაკლებად დააწექეთ. კვლევების თანახმად თუ ნაკლებად დააწექეთ, იქნება უარესი ვიდრე პირიქით. Если вы пережмете, то есть риск перелома ребер, თუ травм миокарда, легких. Тем не менее, если вы не дожмете, он просто умрет у вас под руками. იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად დააწექით, არის საშუალება რომ ჩაუტეხავთ ნეკნებს, მოხდება მიოკარდის ესა დაზიანება, ფილტრების დაზიანება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ არასაკმარისად დააწექეთ, მოხდება სიკვდილი. Дефибриллятор. დეფიბრილატორი. Там все просто. Вам приносят дефибриллятор. Если вам повезло, вы в общественном месте, в метро, где угодно, во Франции. თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივ ადგილას, კარგია, იმიტომ მოგიტანენ ამას, მაგალითად ხართ საფრანგეთში. У всех дефибрилляторов в общественном месте есть голосовой и иногда визуальный помощник. ყველა დეფიბრილატორს საზოგადოებრივ ადგილას აქვს ხმოვანი და зогიერთ შემთხვევაში ვიზუალური ინსტრუქცია. Как правило, как это происходит? На видео როგორც тоже წესი ეს როგორ ხდება, ვიდეოშიც გადახებთ. можно не переводить. Это... Вам приносят дефибриллятор, მოგიტანის დეფიბრილატორი, а он выглядит как чемоданчик, ის который გამოიყურება открывается როგორც ჩემოდანი, რომელიც იხსნება, со страшной кнопкой прямо посередине. ძალიან საშიში ღილაკით შუაში И 2 электрода наклейки. და 2 ელექტროდი ნაკლეიკა. Это не вот эти вот утюги, ეს არა ეს უთუები, რომელიც წარმოგიდგენიათ да, это наклейки. ფილმებში ეს ნაკლეიკებია. А когда вы его открываете, როდესაც მას ხსნით, как правило, на английском, როგორც წესი ინგლისურად, появляются инструкции. ჩდება ინსტრუქცია. А какая обычная последовательность? როგორია ჩვეულებრივი თანმიმდევრობა. Вы берете оттуда электроды, იღებთ ელექტროდებს, снимаете с них вот эту поверхность, чтобы наклеить, ხსნით იმ ზედაპირს, რომ დააწებოთ, раздеваете человека, ხსნით ადამიანს, и там один электрод крепится над верхушкой сердца, ერთი ელექტროდი მაგდება над გულის правой, მარჯვენა ზევით, მარჯვენა მხარეს ზევით, а другой немножко сбоку. მეორე კიდე ოდნავ გვერდით. То есть как бы через сердце по диагонали. Вот. ანუ ესე ვთქვათ, გულიდან ესე დიაგონალზე. На самих электродах нарисовано, куда их надо клеить. თვითონ ელექტროდებზე დახატულია თუ სად უნდა დააწებოთ. Все сделано для того, чтобы вы все поняли. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ.
Затем, когда вы наклеили правильно, იმის შემდეგ, როცა სწორად დააწეფეთ, дефибриллятор вам говорит, анализируй ритм. გეუბნება დეფიბრილატორი, გაანალიზეთ რითმი. Если вы не наклеили плохо, или они старые не клеются, თუ თქვენ ვერ დააწებეთ, ან ცუდად დააწებეთ, ან ძვლებია და არ წებდება, он говорит плохой коннект. დეფიბრილატორი გეუბნება, ცუდი კონექტია. Если вы наклеили хорошо, он анализирует ритм. თუ დააწებეთ კარგად, ის ანალიზებს რიტმს Есть два варианта. და გვაქვს ორი ვარიანტი. Он говорит, требуется шок, заряжаюсь. გეუბნებათ, ერთი ვარიანტის შემთხვევაში არის შოკი, ვიტენები. Далее он инструктирует, გაძლევთ ინსტრუქციას, отойдите. გაიციეთ. Все должны отойти во ყველამ время და заряда. გაიციოს ამ დროს, დამუხტვის დროს И он говорит, нажмите кнопку. და ის გეუბნება, დააჭირეთ ღილაკს. Вы нажимаете. აჭერთ И после этого почти всегда он говорит, продолжайте реанимацию. და თითქმის ყოველთვის ამის მერე დეფიბრილატორი გეუბნება, განაგრძეთ რეანიმაცია. Все это на английском, но старается максимально простым языком. ყველაფერი ეს არის ინგლისურად, მაგრამ პროგრამა ცდილობს მაქსიმალურად ადვილი ენით მოგაწოდოთ. Если вас несколько человек, თუ ხართ რამოდენიმე ადამიანი, то один делает компрессию, ამ შემთხვევაში ერთი აკეთებს კომპრესიას а второй разбирается с дефибриллятором. და მეორე ერკვევა რა უნდა გააკეთოს ეგ დეფიბრილატორი. И наклеивает прям, пока вы качаетесь. С этой стороны. აწევს იმ მომენტში, როცა თქვენ აკეთებთ კომპრესიას. Как только вы останавливаетесь, человек умирает. როგორც კი თქვენ ჩერდებით, ადამიანი კვდება. ანუ კომპრესიას როგორც გეწყობთ. Сейчас я покажу, как это выглядит აი ხა გადახევთ ეს როგორ на видео. Нет. просто абьюз. Чтобы вы примерно представляли процесс. აი რა წარმოგიდგენთ როგორ ხდება პროცესი. Shoulder. Say, the clothes. Check, make sure that the person's unconscious and breathing. It's two things that we always have to remember. One, always turn it on and listen to the pumps. They always have a demo. Always reply. One always goes. The other one always goes on. ამის თარგმანი გჭირდებათ? Two times. Analyzing and shocking. Always stand clear. Make sure nobody's touching the patient. Clear. And then CPR. Middle of the chest, lower half. 1, 2, 3, 4. So we continue doing compressions and we analyze every 2 minutes for 5 cycles of CPR. Вы услышали важный момент, что продолжаем циклы, и он каждые несколько минут переоценивает. То есть, когда вы будете делать вдох, если вы будете делать вдох, вам сообщат, будет шок или продолжать дальше. აჰა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაიგონებდით, იქ იქნებოდა ის, რომ დეფიბრილატორი გეუბნებათ ყოველ რამოდენიმე წუთში აკეთებს რეანალიზაციას და ამიტომ გეუბნებათ, რომ უნდა განაგრძოთ ამ დროს მოქმედება და გეუბნებათ, რომ თავიდან იტენება თუ არა და შეგიძლიათ ჩაისუთქოთ ან განაგრძოთ რეანიმაცია. Какой вопрос был? Дефибриллятором можно пользоваться через каждые 30 секунд, решается, или он сам? Он сам все делает. Если мы не дышим для человека, то есть если мы не делаем 2 вдоха, то что? Даем отдохнуть несколько секунд? Как правило, большинство дефибрилляторов сами сообщают через 2 минуты, что ему требуется оценить ритм. Оцениваем ритм, просто не делаем дыхание, оцениваем. Да, просто отходим, анализатор говорит, анализен ритм, и после этого говорит, что делать. Сейчас. ან გადავდივართ იმ ნაწილზე, თუ არ გვაქვს დეფიბრილატორი. Если нет дефибриллятора, просто продолжаем реанимацию. თუ არ გვაქვს дефиბრилаტორი, Ничего не делаем. უბრალოდ То ვაგრძელთ. есть мы или делаем 30 гдум, если мы дышим, или делаем постоянно, пока не придет помощь. Пока не устанете, пока вас не заменят. ანუ დეფიბრილატორის არასწორობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოხტვა გამოტოვებულია და ამიტომ 30 წამი 2 ჩასუნთქვა ან
თუ არ ვუსუნთქავთ პაციენტის მაგივრად ან დაზარალებულის მაგივრად, უბრალოდ ვაგრძელებთ კომპრესიას. В наших реалиях, конечно, дефибриллятора может и не быть. ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ, სავარაუდოდ დეფიბრილატორი არ გვექნება. Или я имел опыт, когда проводил реанимацию человеку, приехала скорая, и их дефибриллятор не клеился. მოვიდა სასწრაფო, რაღაც პირველ დახმარებას უწოდა ადამიანს და მათი დეფიბრილატორი არ წებდებოდა. Они были готовы, у них был скотч. ისინი მზად იყვნენ ამისთვის, სკოტჩი ჰქონდათ. Да. Если ты не медицинский работник, Там рвотные массы или наркологические средства. Нет, ну, чисто биологическое отшиб. Он будет гонять углекислый газ. Да не хочу, я брезгую. куда? А свиней испортить. Можно. Трубочки, да, кстати, в этих в автомобилях. Да, там специальный презерватив. Да, можно так. А почему можно не дышать? Во-первых, углекислого газа будет не так много, когда вы реанимируете человека для выхода. И, во-вторых, как правило, при кардиошоках, если там нет отека легких, есть небольшой остаточный объем, где есть кислород. Если мы будем дышать, не будем проводить компрессии, то кровь не будет разносить кислород. Если мы будем проводить компрессии, но не будем дышать, какое-то небольшое количество кислорода кровь будет переносить. Сейчас, давайте повысить шансы. Дайте мне перевести, пожалуйста. Да, во-первых, это выше шанс, потому что все-таки остаточный объем кислорода там крайне низок. Достаточен, чтобы не умереть сразу, но очень низок. Но если вы не медицинский работник, не обученный, не хотите... Много информации без перевода. Я с переводом общаюсь. Ну, должны слушать, это интересный вопрос. Смотри, შეხედეთ, რატომ შეიძლება ასე თუ ისე გამოვტოვოთ ჩასუნთქვის მომენტი. ფილტრებში მაინც არის ჟანგბადის რაღაცა დარჩენილი რაოდენობა, რომელიც კომპრესიის გამო ხდება ორგანიზმში მისი ცირკულირება და შესაბამისად მიწოდება ამ ჟანგბადის. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ ვაკეთებთ კომპრესიას და ვაკეთებთ ჟანგბადის ჩასუნთქვას, აზრი არ აქვს, იმიტომ სისხლი არ აწვდის ამ ჟანგბადს мушаубис гаришем მთელ организм. Продолжайте. Скоро будет перерывчик. Сначала практика. მალე იქნება შესწავლება, თავიდან практика. Нам повезло. Человек или дышит с самого начала, или подает признаки жизни во время реанимации. მოდით, აი, წამოდით სიტუაცია, რომ გაგვიმართლა და ადამიანის სუნთქა. Признаки ან жизни... თავდაპირველად სუნთქავს და ან რეანიმაციის შემდგომ გამოამჟღავნა რაღაც რეაქცია ქონდა. Человек открывает глаза, Человек как-то открывает, движется ძრაობს, осознанно, нормально дышит, когда вы, допустим, сделали паузу. რაღაც Что-нибудь из პაუზის этого. დროს სუნთქვა დაიწყო. Вы прекращаете реанимацию. ამ შემთხვევაში წყვეთ რეანიმაციას. Да, продолжи. И приводите человека в безопасную позу. და მოგყავთ ადამიანი ამის შემდგომ უსაფრთხო პოზაში. Моя любимая. Что такое безопасная поза? რა არის უსაფრთხო პოზა? Давид? უსაფრთხო პოზა. აი ხა ძალიან ყურადღებით დააკორეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიცოდეთ. Как вы уже знаете, როგორც უკვე იცით, люди могут задохнуться языком. ადამიანები შეიძლება გადასცეთ ენად დაიხშენ მაგის გამო. А еще они могут блевать ამიტომ ასევე შეიძლება არ წყიონ и тоже задохнуться. და ასევე დაიხრჩონ. Поэтому есть безопасная поза, в которую мы должны привести всех პრეშიც უნდა მოვიყვანოთ бессознательных людей, но дышащих. გუნდოთ ყოფილი ადამიანი, მაგრამ სუნთქავი ადამიანი. და ასევე გაითვალისწინ, წინათ კითხვას დაუსვამ ასისტენტებს, я задам один вопрос ассистенту. რა ქვია იმ პროცესს, როდესაც მაგალითად თუნდაც პაციენტი გვიწევს საოპერაციოში და გადაცდა რაიმე და მოხვდა ფილტრებში. საში ხევ შემდგომში. და უყურებდი სანდროს და თიკას. Продолжай. Я спрашивала про аспирационную пневмонию.
Мгм. Хотела просто термин уточнить. Есть техника, которая позволяет кувыркать любых людей, любого положения. არსებობს პოზიცია, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაკოტრიალოთ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ წონაში. Каждый из вас сейчас будет пробовать ее делать. ყველა თქვენგანი ახლა ამას გააკეთებს. Смотрите, какая последовательность. შეხედოთ როგორი თანმიმდევრობაა. ხელი Со стороны, с которой вы находитесь, იმ მხრიდან, რომელიცაც თქვენ იმყოფებით, ხელი заворачиваете руку под щеку, ლოყის ქვეშ ამოდებთ ხელს იმ მხრიდან, მერე ногу ფეხი იმ მხრიდან, რომელიც колени. თქვენ ხართ, и მოხდით переворачиваете. და გადაატრიალებთ. Это безопасная поза. ეს არის უსაფრთხო პოზა. Если будет Давайте. поливать, то все потечет, дышать может прекрасно. ამიტომ თუ აღებიდეთ ყველაფერი გამოვა ისუნთქებს. დამიჯერეთ წინაზე დავითიც კი გადავატრიალეთ ყველანაირი პრობლემის გარეშე. Кто готов быть мертвым, кто готов кувыркать? ვინ იქნება მკვდარი? Давай. მკვდარი უკვე დაკავებულია. Ай, давай я буду помогать им. Вы? Будешь мертвый или живой? Нет, она будет мертвой, а я живой. Давайте по очереди тогда. Да. Проходите. Весовая категория. Нет никакой Никакой. разницы. Вы с помощью этой техники можете перевернуть любого. Я проникнусь. Она нот, теперь ты мертвая. Блин, почему я? Такова цена. Не помогать. Ать. Хорошо, я буду вызывать к доске Кайда. Лера, и я забыл, как тебя зовут. Мне стыдно. Смогу сказать, Да. вызывай скорую. Последователь. Человек мертвый без сознания не может поднять сам колено. За щеку. Она будет лежать удобненько на своей щечке. გადაატრიალე. Есть какой-то чат? Вы спасены. А, это Инстаграм. ყველა გავაკეთებთ ხალხო. Блин, я так упала, когда тебя это сделал. Прям коленки сейчас болят. Я слишком расслаблена. Да. Пошла. И там тебе можно было и без позы разных перевернуть. Просто взять так за волосины и перевернуть. Пока. ბავშვებო, შემდგომში გამოდით, მაინც ყველას მოგიწევთ. Нет, не отвечу. Ладно, буду отвечать на вопросы из чата и вызывать следующих. Новенький, Лера, новенький. Новенький, да? Привет. в чате задали два вопроса. Первый про утопленников и вдохи. Бабкова спросила. Она утверждает, утверждает, звучит как-то осудительно. Она читала или слышала под щеку, да, что если утопленник, то надо делать 5 вдохов, затем делать компрессию. Есть стандартизированные протоколы, არის которым мы должны следовать. რომელსაც უნდა გავყვეთ. На самом деле есть очень много нюансов. Например, детей реанимируют не так. მაგალითად, არის ზოგადად ძალიან ბევრი Если вы обычный обыватель, то используйте стандартные для всех случаев. იმიტომ რომ მაგალითად ბავშვების რეანიმაცია სხვანაირად ხდება, მაგრამ თუ თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი, არა სამედიცინო განათლებით, განაგრძეთ სტანდარტული პროტოკოლებით მოქმედება. Женя и Яна. Для тебя экзамен. Я все Сложный экзамен. Мне не нравится, человек безопасный лежит, как будто не класс. И второй вопрос был про когда нужен дефибриллятор. У людей всегда. Людям всегда нужен дефибриллятор. Великолепно. Теперь наоборот. И язык, и рвота идет вниз. Может быть такое, что рвота останется внутри, и рукой мы помогаем немножко оттягивать. Плюс это удобно для разворота.
Сейчас попробуешь. Попробуй без руки сделать. Женя, останься. Выходи. Прям вообще ей не поддавайся. Пусть она попробует с рукой и без. Но нам все равно туда хочет. Ты не задашь эксперимент. Там холод пехс მიაწევი. Это как минимум удобнее. Теперь ты мертвая. Так, Так, ნათია, Да. ნათია, გამოდი შენ. ეს ნათია ვიძით. Дефибриллятор людям нужен всегда, потому что чаще всего причины внезапной смерти кардиологические. Это к вопросу из чата. И это помогает нам начать какую-то маленькую часть расширения. არა, тика. Анализ ритма. არა უშავს. Что-то по кругу пошли. Давай. Ничего. У нее А- но можно без руки и без руки. Не поддавайтесь. А то я вижу, что иногда коленку так поднимают, как будто... ბოლოს შემთხვევაში შეიძლება პომიდორი გესროლონ თუ რეანიმაციას უკეთებ. Это не получилось, повторить. გაიმეორეთ. Так нельзя. Под щечку, под щечку. ლოყის ქვეშ ხელი. Не, ну, камон. ლოყის ქვეშ ამოდევი ხელი. აი მე კაფეა Под щеку. Вот так, ага. В локте. Точнее, в колене. И колено вот так. Отлично. პირიქით. Кто хочет покурить, уже сделал, может идти. Ноги расслабь, ты не мертв. მოდუნდი. Так живые только делают. Ты максимально мертв. მაქსიმალურად კულარი ხარ. Отлично. Так. Так. Давайте второй. Глеб. Так, вы трое, погодите, тогда немного ассоциируем поинтереснее. Умирай. Так. Вы только ее обнаруживаете, оцениваете ее. შეაფასეთ. Так, ты сразу подошел. Ошибка, ошибка. Ошибка. Ты ее не пощупал, не разбудил. Может, и не к ней было обращено. Вставай. Дышит. Как ты это определил? Она выдохнула мне в щеку. Мгм. Дальше. Что делаем? Так, Безопасная поза. За щечку, за щечку. Стараться. Но, Ломала кисть. тем не менее, получилось. Можно вопрос? Да. Вы сказали, что если дыхание то есть если дыхание не удовлетворительное, то все равно проводим реанимацию. Сейчас дыхание удовлетворительное, но оно есть, и мы все равно припадем. Нет, дыхание удовлетворительное, она живая. Смотри, нет, мы просто делаем, Я тебе покажу неудовлетворительно. чтобы не стошнило человека, если там что-то будет, чтобы он был на всякий случай язык заново не проглотил. А Нет, там еще будет десяток таких. Дефибриллятор. Это предсмертное. Вот это вот ненормальное. И это прям надо реанимировать. То есть глубокое, резкое. Оно может быть и таким. Просто в общественных местах основные случаи, и я все знаю. Просто Соня сейчас отыгрывается. Да, боже, это был просто провал. Мне кажется, это мальчик умер. И там не было, да, дефибриллятора? Ничего нет. Нет, там это... Больно так. Если по поводу истории про реанимацию, опять же, когда мне попался тот Нет, мужик, щеку еще боли. Руку за щеку. мне попался мужик, который умирал в вагоне. Ладно, не трогай. И когда я инициировал реанимацию, люди начали
просто в разноброс кричать, где ложка, ему в рот вставить. ანუ ეხლა იყო იმაზე გადავიდე, ყველა კოვს ითხოვს, არანაირი კოვზი პირში ადამიანს. Ну ладно, Лев. Да, мусор. Но они не особо мешают. Можешь снимать, Отойдите, пожалуйста, от камеры. лучше снять. Меня сейчас переворачивали, мне не мешало, но бывают большие. Это как-то ненатурально выглядело. Потому что нажимаю. Вообще не поддавайся. Вот, отлично. По поводу еще ладошки, удобно, что локоть как бы предотвращает дальнейший переворот. Вот это больше силы в одной точке. Но тут живые, потому что безопасная поза. Так, вот ты в углу. Дай сюда. Я умираю. Как тебя зовут, кстати? Глеб. Толик, ты уж 1000 раз делал. Я еще ни разу не делал. Ну давай, следующий Глеб будет. Ну хорошо. Глеб? Я ложусь? Да, а потом ты повертишь его. Ты хороший еще такой кондиции. Да, Глеб, Да, техника позволяет любого кувыркать. Да. Все попробовали. Денис? Все, перерыв. Не, нормально. Ну, тоже, по крайней мере, если можно еще. Мгм. Театр нам не позволит, да, дарить целесообразно. Как сделать? Типа он измеряет, он находит фибрилляцию, да? Да. Он для этого и создан. У него есть встроенный ЭКГ, иногда он прям показывает его, но чаще он сам себя там в голове думает. Если, то есть, если он не показывает, то лучше не делать. Он тебе всегда говорит, что делать. Там есть есть много вариантов, как они выглядят. Есть те, кто прям ЭКГ показывает. Нет, потому что в общественных местах всегда есть фибрилляторы, которые это делают. Да. Нет таких, которые этого не делают. Да. Они не устанавливаются обычно. Но и если ты говоришь про утюги, где просто током бьют, их сейчас почти нигде не используют.